3 წლის გიორგიმ ფონდის კორესპონდენტს სიცივისგან დახეთქილი ხელები გაუწოდა სანახავად და ცრემლები წამოსცილდა. ყინვიან ზამთარში ბავშვს იმდაც კი არ აქვს თბილი. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა. არადა ჯერ სულ რაღაც 3 წლის არის. გიორგი თავისი პატარა ხელებით აგროვებს, ხმელი ხიდან ძირს ჩამოყრილდოდებს, რათა დაიკოს მიუტანოს ღუმელი სასანთებად. 7 წლის ნინი, თავადაც შემცირნული, ძამიკოს ეხუტება რომ გაათბოს. გიორგი გაცივდა, ახველებს და სურდუ აქვს. საბრალო დედამ კი აფთიაქში მხოლოდ სიცხის დამწევის ყიდვა შეძლო. ბავშვს არც თბილი ჯემპრი აქვს, არც ქურთუკი და არც ბათინკები. შეხედეთ, საბრალო ბიჭუნა თვალებით ითხოვს დახმარებას. ამ ფინჯანში ცხელი წყალია. ნუ თუ ამას ჩაიქვია, შაქარიც კი არ ყრია. თუმცა გაყინულ ბავშვს ესიამოვნა ცხელი წყალი. შეხედეთ, როგორი თხელი და ძველი სამოსიაცვია ასეთ ყინვაში. ღმერთო, ეს ხომ უსამართლობაა. თავადაც მშიერმა ბავშვმა პურის ერთადერთი ხმელი ნატეხი გაუწოდა ფონდის კორესპონდენტს. აი ასეთი დიდი გული აქვს ამ პატარა ბიჭს. დიახ, გიორგის სახით ნამდვილი ვაჟკაცი ეზრდება ჩვენ სამშობლოს. უფალს ვთხოვოთ, რომ არასდროს განელებული იყოს მის გულში ეს სიკეთე. ჩვენო მეგობრებო, ბავშვი გაჭირვებას ვეღარ უძლებს და ასე გულამოსკვნით ტირის. თუმცა პატარა ვაჟკაცი ხელებით იფარავს ცრემლიან თვალებს. კეთილ ადამიანებო, ახლა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ამ პატარა ანგელოზის თვალები ისევ ცრემლიანი იქნება, თუ არ სკლავებია სიმძიმდება მათში. დოთიაშვილების ოჯახის ერთადერთი იმედი, ახლა მხოლოდ თქვენ ხართ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.